საღამო მშვიდობის. საღამო მშვიდობის ყველას. აბა როგორ ხართ? მოვედით თქვენთან მეგობრებო. ბედნიერ კვირა დღეს გისურვებთ, კვირას გისურვებთ. და ეს კვირა ყოფილიყოს თქვენთვის სასიკეთო. აბა როგორ ხართ? სალამი ყველას. როგორ ხართ? მედია ყველანი ძალიან კარგად ხართ და კარგად ჩაიარა შაბათ კვირა. გაიხარეთ. ჰაი ყველას, ჰაი. მოვედით თქვენთან მეგობრებო. მოვედი. ეს ცოტა რთული გასახსნელია. სამწუხაროდ კომენტარებს დღეს ვერ ვადევნებ თვალს, იმიტომ რომ ცოტა ისეთი პირდაპირ ვზივარ ტელეფონთან და სახეს არ ვაჩენ. ამიტომ რომ მაპატიეთ. დღეს ცოტა ჩემს მეორე მაგიდასთან ვარ. უფრო სივრცე მაქვს აქ მეგობრებო, ამიტომ კი. კითხვებზე პასუხი არ მაქვს, ჩემო ძვირფასებო. სამწუხაროდ კითხვებზე პასუხი არ მაქვს. ვერც კითხვებს წავიკითხავ დღეს თქვენს და ვერც თქვენს კომენტარებს, ასე რომ ერთი წუთით ეს ცოტა სხვანაირად მოკალათდი ჩემს შუშის მაგიდასთან. ასე რომ აქედან დღეს ჩავატარებ ჩვენს სეანსს. მოიტყვიან. მოკლედ. ესე მედია ყველანი ხედავთ ყველაფერს შეძლების დაგვარად ჩემო ძვირფასებო, ასე რომ ხო. ეხლა მინდა რომელი კარტით მოდი ჩვენი შემოდგომის სურათით ნახოთ დღეს. ძალიან მინდა რაიმე ახალი დასტა შევიძინო. აი ძალიან მინდა. ერთ წიგნის მაღაზიაში ვნახე ჩემო ძვირფასებო და ვფიქრობ შევიძინო. ნახოთ რა გამოვა. თუ მაჩვენებს შიგნითა თავს შიგნიდან როგორია დასტები თუ მაჩვენებენ, მომცემენ ამის საშუალებას რომ ვნახო. გარეგნულად ძალიან მომწონს. დაიდერ უაითის დასტა ძალიან ძლიერია. ამიტომ ვფიქრობ შევიძინო კი. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, მოდი აბა ეხლა ვნახოთ ჩვენ დღეს თუ რა ხდება თქვენთან. აი ამ კარტს ქვია, საწავიღე ამის გარსი. თქვენი გულის აი ესეთი ამ კარტის შემოდგომის კარტი, რუსული კარნახის კარტი, მეგობრებო, სადაც წერია დუშევნაი откровение. კარტი предсказание. მოდი ვნახოთ ეხლა. თქვენი გული რას გეუბნებათ? აი შინაგანად რას გეუბნებათ თქვენი გული? ბევრს იქნებ არც გესმით, მაგრამ მაინც. თქვენი გულის კარნახი რა არის? აი თქვენი გული რას გეუბნებათ? ზოგს შეიძლება ინტუიციურად გეუბნებოდეს თქვენი გული რაღაცებს. გესმით, არ გესმით, ეხლა გავარკვევთ ამ ყველაფერს. მოდი ვნახოთ აბა თქვენი გულის კარნახი რა არის? ტრანსფორმაცია. რა არის აქ რა ხდება? ტრანსფორმაცია გაქვთ მეგობრებო. ტრანსფორმაციაში ხართ, გინდათ ყველაფერი გაუშვათ, წახვიდეთ ყველაფრიდან და ყველადან, ვინც თქვენთან უკვე აღარ მუშაობს, გაერიდოთ ყველაფერს, გაერიდეთ უკვე თქვენ, ალბათ, ან გინდათ რომ გაერიდოთ ამ ყველაფერს, თქვენს წარსულს, თუ თქვენს აწმყოს მეგობრებო. კი, ებრძვით საკუთარ თავს ამის გამოც და
კი, აი ესეთ დღეში ხართ. კი, აი ნახეთ, დამთვალულები ხართ. ხო. და გინდათ რომ სამართლიანები იყოთ საკუთარ თავთან. აი ეს გინდათ მეგობრებო. ეს გინდათ კი. მე მგონი ჯობია რომ ჩემი ნატურა მოვიტანო. იმიტომ რომ დაგანახოთ აქ რა ხდება. არ ვიცი თუ გამოჩდება. მაგრამ ნახოთ. ხო, გინდათ რომ სამართლიანები იყოთ. გინდათ რომ სამართლიანები იყოთ ყველასთან და რაც მთავარია საკუთარ თავთან კიდევ რას გეუბნებათ გულის კარნახი. ხო, იმას გეუბნებათ გულის კარნახი, მეგობრებო, რომ აი გული იმას გეუბნებათ ბევრ თქვენთაგანს, რომ ნახეთ რა არის აუჩქარებლად და ნელი ნაბიჯებით იაროთ წინ. არ იჩქაროთ. ხო, გული გეუბნებათ იმას, რომ საკმარისია ამდენი ადამიანების ცხვირის ჩაყოფა თქვენ ცხოვრებაში და ზოგადად ხო, საკმარისია ეს ყველაფერი უკვე. ხო, კიდევ რას გეუბნებათ? გულის კარნახი გეუბნებათ იმას, რომ აი აწარმოოთ რაღაც მოლაპარაკებები და რაღაც მოაგვაროთ თქვენი პრობლემები. დიდხნიანი პრობლემები, ან დიდხნიანი მოლაპარაკებები გააკეთოთ, შეგიძლიათ ესეც მეგობრებო. კი, ისე რომ ცხვირი არავის არ ჩაყოფიოთ, ანუ თქვენი გადაწყვეტილებით გინდათ რომ იმოქმედოთ. ხო, თუმცა აი ჭორებს ენის მიტან მოთქმებს მაინც ვერსად ვერ გავიქცევით. კი ბატონო, ხო, თუმცა ამ ყველაფერს თქვენ არავის არ ეუბნებით. ანუ უყურეთ ახლა რა ხდება აქ. ბევრ თქვენთაგანს რაღაცის დაწყება უნდა, ბევრ თქვენთაგანს რაღაციდან წასვლა უნდა, რაღაცის გამოცვლა უნდა, რაღაცის წამოწყება უნდა, რაღაცას ფიქრობს, ხო, აი რასაც ფიქრობთ, როგორც ფიქრობთ, აი რამდენადაც ფიქრობთ, მეგობრებო, ამ ყველაფერს არავის არ ეუბნებით, იმიტომ რომ გაექცეთ ადამიანების ცხვირის ჩაყოფებს და დაკითხვებს, გაექცეთ ამდენ ენის მიტან მოტანებს, არ გინდათ რომ თქვენ ცხოვრებაში ჩაერიონ ზოგადად და ძალიან კარგია რომ ასე მოიქცევით, გინდათ რომ იყოთ სამართლიანები და ზოგადად არ გინდათ რომ ამ ადამიანებმა გაგთვალონ, დაგამთვარონ, ხო რა, აი ცუდ ნეგატივში შეგიყვანონ და აი მსგავსი რაღაცეები, კი. ძალიანაც კარგი. და კიდევ ხო, აი ნახეთ, გინდათ რომ აი თქვენი ცხოვრება თქვენ თვითონ მართოთ და გადაერთოთ მხოლოდ საკუთარ გეგმებზე, საკუთარ ოცნებებზე, საკუთარ იდეებზე და აი ძალიან შორს იხედებით უკვე. არ ვიცი რა იყო, მაგრამ შორს იხედებით უკვე მეგობრებო. კი. აი თუ იცით დომიკი სიტყვა რას ნიშნავს? მე მგონი ის მყავს ოთახში მეგობრებო. მეგობრებო, აი სტრახი, შიში გაქვთ, რაღაცის შიში გაქვთ. აი ამ ყველაფრის რასაც ფიქრობთ და გული გეუბნებათ, ამ ყველაფრის შიში გაქვთ მეგობრებო. კი, კონფლიქტურ სიტუაციაში ხართ საკუთარ თავთან. კი ბატონო. კი. თითქოს და ზოგჯერ იკარგებით ამ თქვენს ფიქრებში, მაგრამ ნუ არაუშავს მეგობრებო. არაუშავს, თქვენ მაინც შეგიძლიათ თქვენი სურვილები მოიყვანოთ სისრულეში, თქვენ მაინც შეგიძლიათ ეს ყველაფერი ამ სისრულეში მოყვანის შემდეგ აღნიშნოთ, იზეიმოთ და აი თქვენ კიდევ ხართ ძალიან ერთგულები, აი ძალიან უღალატო ადამიანები ხართ და მოკლედ ყველა ცხოვრებაში შეგიძლიათ აი ეს ცეცხლი დაანთოთ, გააღვივოთ, სითბოს აღვივებთ, ავრცელებთ, ასხივებთ მეგობრებო სითბოს. ესეთი ადამიანები მიყურებთ, მოკლედ სხვანაირი ჩემს ირგვლივ ვერ იქნება. სხვანაირი ჩემს ირგვლივ ვერ იქნება. ჩემო ძვირფასებო, როგორ მინდა ყველა თითოეული თქვენთაგანის აი ეს კომენტარები წავიკითხო, რას წერთ, მაგრამ მაპატიეთ. ცოტა დაღლილები ხართ. ძალიან გადაღლილები ხართ სამსახურით. კი, ეს აქაც ჩანს, რომ რაღაცის გამოცვლა გინდათ, სამსახურის შეცვლა გინდათ.
ფიქრებს, მოკლედ, ჩემო მეგობრებო, გული გეუბნებათ დასვენებას. უნდა დაისვენოთ. პერერივი აიღეთ, ტაიმაუტი აიღეთ. აისეთ, შეისვენეთ, დაისვენეთ, ენერგია დაიბრუნეთ, მეგობრებო, განეწყვეთ ცხოვრების გაგრძელებისთვის, ეს დაღლილობას მოიხსნით კიდევ ამავდროულად და ყველაფერი გამოგივათ არაჩვეულებრივად ამ ყველაფრის მერე. კი, ამის შემდეგ შეგიძლიათ დაგეგმოთ კონკრეტულად ყველაფერი, ამის შემდეგ შეგიძლიათ დაგეგმოთ ურთიერთობაც, ანუ იფიქროთ ურთიერთობაზე, ასე ვერაფერს ვერ იზამთ მეგობრებო. აი, ასე ვერაფერს ვერ იზამთ. ნამდვილად გარწმუნებთ, ამიტომ ეს დაღლილობა მოიხსენით, დაისვენეთ. დაისვენეთ, მეგობრებო, გონებაც დაასვენეთ, სხეულიც დაასვენეთ, ფიქრები დაასვენეთ, მეგობრებო, თვალებიც დაასვენეთ. ბევრს გამოძინება გინდათ, აქ თვალები და ხუჭული გაქვთ, უკვე გეძინებათ. მოკლედ განთავისუფლდით ამ ყველაფერი ნეგატივიდან, მეგობრებო, კონკრეტულად და შემდეგ აიღეთ ალღო ცხოვრების გაგრძელებისთვის, თუნდაც სიყვა, კი, აი და კარტიც გიდასტურებთ, რომ კი ცხოვრება გააგრძელეთ და თავი თქვენი ოცნებები გააგრძელეთ ამ ყველაფრის შემდეგ, ასე რომ დასვენებით უნდა დაიწყოთ, მეგობრებო. წლის ბოლოსკენ მივდივართ, ზამთარისთვის ვემზადებით, ზამთარი წინ გვაქვს, შემოდგომა ზამთარი. კი, ამიტომ დაისვენეთ, მეგობრებო და შეივსეთ ენერგია, მზის ენერგიები მიიღეთ. ხო და ამის შემდეგ გავაგრძელოთ ყველაფერი, აი ეს სურათი გავაგრძელოთ ამის შემდეგ. კი, და კარტიც გიდასტურებთ. ჩემო ძვირფასებო, მოკლედ, მოგესალმებით ყველას. აი ძალიან მინდა ესე თავი შემოვყო ეკრანზე, მაგრამ ვერ ვახერხებ. ეს ერთმა ჩემმა კეთილის მსურველმა მსმენელმა მომესალმა პირადად ნომერზე, WhatsApp-ზე. დიდი მადლობა მას. ქალბატონს გაიხარეთ, უღმესი მადლობა. იყო საბერძნეთიდან მოსალმება. მოკლედ, მეგობრებო, უღმესი მადლობა ყველას ესეთი თბილი სიტყვებისთვის, კომენტარებისთვის, იდეებისთვის. აი იქ რასაც მიწერთ, გინდ YouTube-ზე, გინდ TikTok-ზე, არ აქვს მნიშვნელობა, ყველას ვკითხულობ. თუ კი ყველასთან პასუხს ვერ ვაბრუნებ, ასე რომ მაპატიეთ და მომიტევეთ, მაგრამ ყველას ვკითხულობ აბსოლუტურად. და მოკლედ დაი თქვენს გულებში ყოფილიყოს ყოველთვის სითბო და სიხარული და დალოცვილები გამყოფოთ უფალმა. ეხლა ჩვენი თემა რაზე იქნება დღეს? არ მინდა, რატომღაც არ მინდა, ესე მირჩევნია. მინდა თავი ჩამოვყო, მაგრამ ვერა. რას ევედრებით უფალს, მეგობრებო? უფალს რასაა რო ევედრებით? რაღაცა ძალიან ევედრებით უფალს. გაუგებრობაში ხარ და ამ გაუგებრობიდან გამოსვლას ევედრებით უფალს, მეგობრებო. კი, ბევრ თქვენთაგან შეიძლება გჭირდებოდეთ წმენდები. ხო, მეგობრებო, ამასთან დაკავშირებით აუცილებლად გაიკეთეთ წმენდები. ვინც ცოტა თავს გრძნობთ, რაღაც ვერ გრძნობთ კარგად, აუცილებლად გაიკეთეთ წმენდები, მეგობრებო. აუცილებლად. კი. უნდა გაიკეთოთ და აუცილებლად ჩემო ძვირფასებო. ყოველ მიზეს გარეშე. მოკლედ, დღეს რაზე უნდა ვისაუბროთ? აბა მეგობრებო, დღეს რაზე უნდა ვისაუბროთ? რა გავაკეთო, რაღაცნაირად არ მომწონს ჩემი მაგიდა დღეს. ერთი წუთით მეგობრებო. ერთი წუთით. აღარ ნახოთ ესე როგორ გამოვა, მინდა რომ უბრალოდ გამოჩნდეს კარტები, რასაც გამოვაჩენ. მოგესალმებით ყველას, ვინც ახლა შემოგვერდით. ხედავთ თუ ვერ ხედავთ, მეგობრებო, მაინც მადლობა უფალს, რომ ჩემთან ერთად ხართ. და მადლობა უფალს და სამყაროს, რომ მე ამის საშუალება მაქვს, რომ აი ესე მოვიდე თქვენთან და თქვენს გვერდით ვიყო. მიხარია ყოველი თქვენთან მოსვლა. ბევრი აი ესე ხართ. ხმლების პოზიციაში ხართ ძალიან ბევრი, თუმცა ძალიან დიდი ძალა გაქვთ.
ბევრს ამით გაქვთ ძალა, ბევრს ამის გარეშე გაქვთ ძალა. ბევრი შესულები ხართ ხმლების პოზიციაში. ძალიან მჭირდებათ დასვენება მეგობრებო. დღეს რაზე ვისაუბროთ? დღეს უნდა ვისაუბროთ, ჩვენი სეანსი იქნება ისევ და ისევ. მოდი ვნახოთ აბა რა ამოვა. მოდი ამ კარტიდან რა ამოვა. ტყუილები. რა ამოვა, დამალული, ძალიან ბევრი დამალული რაღაცები ხდება თქვენ ცხოვრებაში, ან იყო მეგობრებო. ძალიან ბევრი ტყუილებია თქვენ ცხოვრებაში. ბალანსის შენარჩუნება გინდათ. ბევრ თქვენთან გავს კი. ძალიან პრაქტიკული ადამიანები მიყურებთ. მიჯაჭულობა გაქვთ რაღაცეებთან, ვიღაცეებთან, სიტუაციასთან მეგობრებო, პარტნიორთან. მიჯაჭულობა გაქვთ პარტნიორთან, რომელთანაც ეხლა დამალული გაქვთ ეს პარტნიორი, მოკლედ დამალული ურთიერთობა, მას არავის არ ეუბნებით, არ უმხელთ, გაუმხელელი ურთიერთობა, სადაც თქვენი პარტნიორი აი ესე ძალიან ცუდად არის და თქვენ კიდევ აი ესე ხართ ძალიან გაწონასწორებულები, ჩემო ქალბატონებო. თუმცა მინდა გითხრათ, რომ თქვენ ხვდებით თქვენი პარტნიორის ცუდად ყოფნას, ყველაფერს ხვდებით, ის თუ კარგადაა ხვდებით, ცუდად თუ ამასაც ხვდებით, რა სიტუაციაშია, რა პოზიციაშია, როგორ არის შინაგანად თქვენი პარტნიორი, თქვენ ამ ყველაფერს ძალიან კარგად ხვდებით, იმიტომ რომ უკვე თქვენი გამომუშავებული გაქვთ თქვენი ინტუიცია ამ სფეროში უკვე რასაც ახლა ვაკეთებთ ჩვენ ჩემო ძვირფასებო, ასე რომ კი რაზე ვისაუბროთ დღეს? ისევ პარტნიორზე და სამკუთხედებზე. დღევანდელი ჩვენი თემა პარტნიორი და სამკუთხედები. ნუ რა ვქნა, ყოველთვის ერთი და იგივე. ხო, ძალიან ბევრი იმედი გაქვთ. ძალიან დიდი იმედი გაქვთ, მაგრამ ეს იმედები გაგიცრუათ თქვენმა პარტნიორმა, ურთიერთობაში გაცრუვდა იმედები, აი ამიტომ ხართ ეხლა ესე ხმლების პოზიციაში. იმიტომ რომ ტყუილები იყო აქ ძალიან ბევრი დამალული რაღაცები აქვს თქვენს პარტნიორთან, ჩემო ძვირფასებო, რაც თქვენ არ იცით, არ გეუბნებათ, თვითონ არ გეუბნებოდათ და იქნებ გაიგეთ და ამიტომ ხართ ეხლა ესე ხმლების პოზიციაში და ესეთი გულნატკენები, გულდაგლეჯილები რო იტყვიან. კი ბატონო, და ელოდებით ამ ადამიანიდან შეტყობინებას, რაღაც ამბავს, ინფორმაციას და ხართ ძალიან ბევრი დამთვალულები, მეგობრებო, ასე რომ თქვენი პარტნიორი თუმცა მაინც ფიქრობს მოსვლას. არ გეგონოთ რომ არ მოვა, თქვენი პარტნიორი მაინც ფიქრობს მოსვლას, მეგობრებო, თუმცა ეს პარტნიორი თქვენი ხშირად გადაადგილდება. არ გეგონოთ რომ არ მოვა, თქვენი პარტნიორი მაინც ფიქრობს მოსვლას, მეგობრებო, თუმცა ეს პარტნიორი თქვენი ხშირად გადაადგილდება. ხო, აი, დაეწყო კრუნჩხვები. იმყოფება გადაადგილებაში, მეგობრებო, თქვენი პარტნიორი და სავარაუდოდ მოდის თქვენთან. აი, მეგობრებო, როგორ ჩანს მოსვლა? ამ ყველაფრის შემდეგ მაინც მოსვლას ჩანს რა ფიქრობს? გამარჯვებით მოსვლას ფიქრობს თქვენი პარტნიორი. თუმცა რაღაც პრობლემები აქვს და პასუხისმგებლობის აღებით მოდის, მეგობრებო, კი. კი, ელოდებით თქვენ ამ ადამიანს და გეტყვით რომ ისიც მოდის. კი ბატონო. მოდი ვისაუბროთ დღეს ამ ურთიერთობაზე. ამ ურთიერთობაზე ვისაუბროთ თქვენ და ის. დღევანდელი ჩვენი საჯარო სეანსი იქნება ურთიერთობა. ჩემო ძვირფასებო. და ვნახოთ. დავიწერო სათაური რო არ დამავიწყდეს. დღევანდელი ჩვენი საჯარო თემა არის ურთიერთობა. რას გპირდებათ პარტნიორი? რას გპირდებათ პარტნიორი და გპირდებათ ერთია მეგობრებო, მაგრამ თუ მოიყვანს სისრულეში ამ ყველაფერს, რასაც გპირდებათ. თუ შეასრულებს
Თქვენი დღევანდელი ლაივის თემა ურთიერთობა თქვენი და თქვენი პარტნიორის და რას გპირდებათ პარტნიორი და თუ შეასრულებს ამ ყველაფერს, რასაც გპირდებათ. მოკლედ, ჩემო შეფასება დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ და მოდი მეორედი დასტიდან ამოვიღებ კარტს და ამ კარტს აქ ჩავაბრუნებ, მეგობრებო. აქედან ამოვიღებ შესაბამის კარტს. ერთი წუთით, რომ მაინც დადებითი ემოცია წამოვიდეს, მეგობრებო. უნდა დადებითი ემოცია წამოვიდეს თქვენთან. აი რა ლამაზი კარტებია, რა ლამაზი სურათები აქვს, მეგობრებო. ძალიან ლამაზი სურათები აქვს ამ დასტას, ძალიან ლამაზი. ხო, აი ეს ფოტო მინდოდა. აი ეს ფოტო მინდოდა. აი ესა თქვენი და თქვენი პარტნიორი ხართ თქვენ და ნახოთ რას გპირდებათ. და რასაც გპირდებათ თუ შეასრულებს, მეგობრებო. ხო. ეხლა დავიწყოთ. დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ ვის ჩაი, ვის ყავა, მეგობრებო და ნახოთ აბა. ნახოთ ეხლა. დავიწყებ ჯერ თქვენი პარტნიორის ენერგიებით. როგორაა ეხლა ის? მისი ენერგიები მაინტერესებს. ხო, აი დამალული, ფარული, რაღაცას გიმალავთ. ან თვითონ იმალება ეს ადამიანი, ან თავის ფიქრებს მალავს, თავის მოქმედებას მალავდეს. სპეციალურად, მეგობრებო, თქვენი პარტნიორი სპეციალურად გემალებათ. თქვენი პარტნიორი გიმალავთ, მეგობრებო, რომ მოჯაჭულობა აქვს თქვენთან. უთქვენოთ, აი, ვერ წარმოუდგენია უთქვენოთ. კიდევ და ესე გააგრძელებს, სანამ თავისას არ მიაღწევს, მეგობრებო. ესე იგი, რანაირი ეშმაკი და ცუღლუტი ყოფილა თქვენი პარტნიორი. ნახეთ, სპეციალურად იქცევა ესე. ეხლა მისი ენერგიები როგორია ნახეთ. ეხლა როგორაც გექცევათ თქვენი პარტნიორი, მეგობრებო, რო გემალებათ, რო არ გამოდის კონტაქტზე, რო არ მოდის, ბევრ თქვენთაგანთან იქნება ეს, რომ ეს თქვენი პარტნიორი ამ ყველაფერს სპეციალურად აკეთებს. სპეციალურად. აი ეს არის სპეციალურობის კარტი. ხო, რომ მიეჯაჭვოთ მას, რომ მიფიქროთ მასზე, თუმცა თვითონაა მოჯაჭვული. და ამ ყველაფერს მანამ გააგრძელებს, სანამ არ მიაღწევს იმას, რომ თქვენ გახვიდეთ კონტაქტზე. ხო, თქვენ გამო კიდე მეგობრებო ეს ადამიანი კამათობს, ისეთ ენერგიებშია. საკუთარ თავთანაც კამათობს. ჯიუტი, ჯილეხი, მეგობრებო. ჯიუტი და ჯილეხი, მეგობრებო. თუმცა ძალიან აქტიური, თავდადებული, ჯიუტი, ჯილეხი, მეგობრებო. ჯიუტი და ჯილეხი, მეგობრებო. თუმცა ძალიან აქტიური, თავდადებული, მიზანმიმართული. ხო, კრუნჩხვები დაიწყო ჩვენს პარტნიორს. კი, კრუნჩხვები დღესაც აქვს. ნუ რა ვქნათ. ხო, მეგობრებო, ასე რომ ძალიან განიცდის და ძალიან ღელავს ეხლანდელ მის სიტუაციას. და კიდევ მეორეჯერ იმეორებს კარტი, რომ უკან არ დაიხევს. არ დაიხევს უკან. თქვენი პარტნიორი ისეთ ენერგიებშია, ესე გააგრძელებს კიდე ცოტა ხანი, მეგობრებო, თქვენს წვალებას. კი, მეგობრებო. თუმცა ეს მისი არასწორი საქციელი, აი მანიპულაციები. აი მისი მანიპულაციები, მეგობრებო. ეს არის მისი მანიპულაციები. არის ნერვიულოდ. თქვენც კიდევ იგივე გააკეთეთ, მეგობრებო. რასაც თვითონ აკეთებს, თქვენც იგივე გააკეთეთ. რატომაც არა. მისი ენერგიები. მეგობრებო, ნახეთ. მის ენერგიებში ამოხვედით თქვენ. თქვენ ხართ გაუგებარი მისთვის. ვერ ამოგიცნოთ ამ ადამიანმა, ვერ ამოგიკითხათ ამ ადამიანმა, თუმცა ხართ ძალიან პასუხისმგებლიანები თქვენც. წყვილში ხართ მასთან, ნუ რა გავაკეთო, მასთან ხართ წყვილში, მეგობრებო.
სადაა ის კარტი? თუ აქ არა მოსვლა, მასთან ხართ წყალში? ხა. პასუხისმგებლიანები. მოკლედ ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ძალიან ცუდათა უთქვენოთ, იქ სადაც არის. თუ ეს ადამიანი ქორწინებაში იმყოფება ჩემო ძვირფასებო, იცოდეთ რომ იქ ძალიან ცუდად არის. ძალიან ცუდად არის იქ. უბედური ქორწინება აქვს, რუტინული ცხოვრება აქვს, ერთფეროვნება აქვს, პატიმრობა აქვს. პატიმრად გრძნობს თავს გადატანითი მნიშვნელობით. ხო, ძალიან არეულ-დარეულია. ღამე უძილობა აქვს. თუმცა აი, ამის გამო აქვს უძილობა. სიყვარულის გამო. მეგობრებო, რის გამო აქვს უძილობა? სიყვარულის გამო. ეს თქვენს გამო აქვს, ეს ყველაფერი. აქ თუ კი სამკუთხედია მეგობრებო, თუ კი ნამდვილად იცით რომ თქვენს პარტნიორს კიდევ ყავს გვერდით სხვა ოფიციალურად, იქ ამ ადამიანს ფიქრები აქვს მაინც და მაინც თქვენზე, ისევ თქვენზე, ასე რომ კი. აი ქვემოდან რა კარტია? მზის კარტი, სიყვარულის კარტი და მეგობრებო, აქ არის რიტუალობის კარტი და ეს არის კიდევ პლატონური ურთიერთობა, მანძილზე ურთიერთობა, დამალული ურთიერთობა, თუმცა ძალიან დიდი გრძნობებით და მოკრძალებული ურთიერთობით და მოკრძალებული პლატონური სიყვარული რო იტყვიან, გულთბილი და თავაზიანი, ესეთია თქვენი ეხლანდელი ურთიერთობა, როგორც ჩანს მანძილზე, ის თქვენგან შორს იმყოფება, რაც არ უნდა ახლოს იყოს, მაინც შორს ხართ მისთვის, თუმცა განსხვავებულები ხართ, მეგობრებო. სხვანაირად არ შეიძლება ესეთი სიტუაცია, თქვენში არის რაღაც სხვაობა, ესეთი დაბეჭდილება მომდის და თქვენც ამის გამო ხართ აი ესე. ესეთ ენერგიებშია თვითონ რომე თქვენ ხართ ესე, მასთან არ იკარებთ მას, არ გინდათ მასთან ურთიერთობა, თუ კი იმყოფება ეს ადამიანი ქორწინებაში, რა თქმა უნდა. მეორე არის კიდევ ის, რომ რადგან მანძილია თქვენ შორის, თქვენ ეს კიდევ უფრო გირთულებთ ურთიერთობაში სიტუაციას, თუ კი არ ყავს მას პარტნიორი, ეს მანძილი არ რთულებს თქვენში ურთიერთობას, მეგობრებო. და სამართლიანობის კარტი და სამყაროს კარტი, ანუ ამ ადამიანს ისეთი ენერგიები აქვს, რომ ძალიან გულგატეხილია, თუმცა სამართლიანობის და სამყაროს იმედი აქვს. მიუხედავად ყველაფრისა, კი, დაცილება, გულის წყვეტა, მწუხარება, აქ შეიძლება იყოს, კი, აი რა ვქნა, გონების გაფანტვა, ძალიან ცუდად არის. აი რო იტყვიან, ჩახმალულია სამიანი ხმლები. ასე რომ ძალიან ცუდად არის მისი ენერგიები, მეგობრებო, და თუ კი ეს დაგამშვიდებთ ოდნავადად მაინც, უსალოცად გაქვთ საქმე. აი ასე. მოკლედ. ესეთი იყო მისი ენერგიები, ჩემო მეგობრებო. თუ კი ემთხვევა მის ენერგიებს, ნამდვილად იცით რომ ესეთი სიტუაცია გაქვთ, გავაგრძელოთ მოსმენა. მე კიდევ უღმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, გვერდში დგომისთვის, ერთად ყოფნისთვის, იმ თბილი რეაქციისთვის, რასაც ჩემს მიმართ იმეტებთ და გემეტებათ მეგობრებო იმ სიკეთისთვის, უღმესი მადლობა ყველას. რასაც ჩემს მიმართ იმეტებთ და გემეტებათ მეგობრებო იმ სიკეთისთვის, უღმესი მადლობა ყველას. ხო, მოკლედ ესეა ჩემო ძვირფასებო. ერთი წუთით მინდა რომ შევაბრუნო კადრი, იმიტომ რომ მაწვალებს ძალიან. შევაბრუნებ მეგობრებო და ეხლავე გამინახავთ, აი ესე. მე მგონი ესე ჯობია. მეც დავინახავ თქვენს წარწერებს. მინდოდა ცოტა სხვანაირად, მაგრამ რადგან არ გამომივიდა ესე იყო ეს, არაუშავს. და გავაგრძელებ აქედანვე, აი ასე. ხო. აი ესე გავაგრძელებ მეგობრებო. ხო. მოკლედ, ეხლა რა ხდება ჩვენთან აქ?
მოკლედ დავიწყოთ ჩემო ძვირფასებო. სამწუხაროდ კითხვაზე პასუხები არ მაქვს. კითხვაზე პასუხები არ მაქვს მეგობრებო. არ მაქვს და რა გავაკეთო? ჩვენი დღევანდელი თემა არის ურთიერთობა თქვენი და თქვენი პარტნიორის. და რაც გპირდებათ თქვენი პარტნიორი და რასაც გპირდებათ თუ შეასრულებს. მოდი ვნახოთ ახლა თქვენი ურთიერთობა. აი საით მიდის თქვენი ურთიერთობა მეგობრებო? აი საით მიდის თქვენი ურთიერთობა? თქვენი ურთიერთობა ჯერჯერობით მიდის გეგმების აცრუებამდე, არ შესრულებამდე, აი არ მიდის ისე როგორც თქვენ გინდათ. ჯერჯერობით არაფერი ისე არ მიდის როგორც თქვენ გინდათ. თუმცა ძალიან ბევრ ახალ შანსებს ეძებთ, რაღაც ახალს ფიქრობთ, ახალს იფიქრებთ, ახალს იგონებთ. ყოველთვის ახალი რაღაცები გინდა მოიფიქროთ და გააკეთოთ. სიახლეები გინდა შეიტანოთ ურთიერთობაში. თითქოს რაღაც საჩუქარი გინდათ გაუკეთოთ ერთმანეთს, მაგრამ არ გამოგდით მეგობრებო. არაფერი არ გამოგდით. ხო, აქ მხოლოდ ნახეთ ქვემოდან მარტო შეტყობინებები გაქვთ. ეხლა ჩემზე არაა ეს ახლა რასაც ვამბობ, ჩემთან არ რეზონირდება. ასე რომ მეგობრებო, ბევრთან შეიძლება არ რეზონირდეს. გული არ იტკინოთ ამის გამო. ხო, ვისთან რეზონირდება და ვისთან არა. მხოლოდ ასე შორ მანძილზე, აი ესეთი მიწერ-მოწერით, შეტყობინებებით გაქვთ სიყვარულობანა. აი ესე გესიყვარულებათ თქვენი პარტნიორი. და ამის გამო მეგობრებო, თქვენი ურთიერთობაში ხშირად ხდება, აი გულგატეხილობა, ღამე უძილობა, ღამე არ გძინავთ, არც თქვენ, არც თქვენს პარტნიორს. მარტო თქვენ არ ხართ უძილობაში, ისიც არის, მე ვეკითხები კარც, დღეს გვაქვს ურთიერთობა. თქვენი ურთიერთობა საით მიდის, მეგობრებო, ამას ვეკითხები კარც. და ასე ხართ ახლა ორივე. მიწერ მოწერა, სიყვარული როგორ ხარ და აი всё, ამის იქეთ არაფერი. ხო, ჯიუტი ჯინიანი ადამიანი. ჯიუტი ჯინიანი. უკან არიხებს არაფერზე, თუმცა ძალიან დიდი ანუ თქვენ შორის არის არაჯანსაღი ურთიერთობა. აი ერთმანეთის გარეშე არ შეგიძლიათ. აი გადამბული ხართ ასე მეგობრებო, რა ხდება არ ვიცი, მაგრამ მიმბულები ხართ ასე ერთმანეთზე. ხო. კიდევ რა ხდება? თქვენი ურთიერთობა საით მიდის? ძალის გამოყენებისკენ. ახლა ვინ იყენებს ამ ძალას არ ვიცი, თქვენ თუ თქვენი პარტნიორი. ამას ახლა თქვენ უფრო მიხვდებით მეგობრებო. ძალა ვის აქვს უფრო ამ ურთიერთობაში, თქვენ თუ თქვენ პარტნიორს. ხო. ნელი ცვლილებები. თითქოს ეს ყველაფერი, ანუ აქამდე მოხვედით, აქამდე შეიძლება ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ანუ ნელ-ნელა თითქოს რაღაცები შეიცვალა უარესობისკენ. აი დაიძაბა ურთიერთობა, ან რაღაც უფრო მეტი სიშორე წამოვიდა ურთიერთობაში. კი, ანუ ნელ-ნელა ცვლილებები მოხდა ურთიერთობაში, შეიცვალა კარგი ცოტა ცუდისკენ. ცოტა უფრო მანძილი გახდა თქვენ შორის, სიშორე გახდა თქვენ შორის, მეგობრებო და ნელ-ნელა აი ესე დაშორდით, სიშორეა თქვენ შორის. ვისთან სიშორეა და ვისთან მანძილი. კი. საით მიდის თქვენი ურთიერთობა? ხო, სირთულეები გაქვთ მეგობრებო, კი. სირთულეები გაქვთ ურთიერთობაში. თითქოს არ ელოდებოდით ამ ყველაფერს, მაგრამ ეხლა კი ბალოტია. დამდგარი წყალია უკვე, გუბეა უკვე. ამას ქვია გუბე, ბალოტი. დაირღვა ბალანსი, ცვლილებები მოხდა ამის გამო და გართულდა ურთიერთობა. დღევანდელი ჩვენი საჯარო ლაივი არის ჩემო მეგობრებო ურთიერთობაზე. აი რას გპირდებათ თქვენი პარტნიორი თქვენთვის სასიკეთოს და თუ შეასრულებს მის დანაპირებს, რასაც გპირდებათ. რას გპირდებათ და რა გინდათ რომ დაგპირდეთ, აი ანუ ეს შეგიძლიათ თქვენ თვითონვე ჩაიფიქროთ თქვენთვისვე. და აქ გაჟღერებული რას გპირდებათ და რა გინდათ რომ დაგპირდეთ, აი ანუ ეს შეგიძლიათ თქვენ თვითონვე ჩაიფიქროთ თქვენთვისვე. და აქ გაჟღერებული
კი, მარტივად კიდევ გაიჭედა მეგობრებო და აქ გაჟღერებული ნებისმიერი სიტყვებიდან თქვენს პასუხს აუცილებლად ნახავთ. გაიგონებთ მოკლედ რო იტყვიან. ხო, კიდევ რა ხდება? ნახეთ სამართლიანობის კარტი და სამყაროს კარტი. მოკლედ მეგობრებო, აქ ახლა ერთადერთი შთაბეჭდილება რჩება ის, რომ თქვენი ურთიერთობა საითკენ მიდის და საითაც წასულია, ეს ხდება სამართლიანად. იმიტომ რომ ბალანსი უნდა შეინარჩუნოთ. რომელიღაცა პარტნიორი არ ღოს ბალანსს. სავარაუდოდ თქვენი პარტნიორი. ხო, ამიტომ სამყარომ გადაწყვიტა, რომ აი სანამ ბალანსი არ იქნება ურთიერთობაში, ეს ურთიერთობა მანამ იქნება ასე. ეხლა ვისგან მოდის და ვისგან არ მოდის, ეს თქვენ უფრო კარგად იცით. ხო, მე ვფიქრობ, რომ უფრო თქვენი პარტნიორიდან. კარგით, მოდი ეხლა ვკითხოთ. რადგან გაჩერებულია ეხლა ეს ურთიერთობა და არის ესეთი რაღაც ბალოტი, სტაგნაციაშია ურთიერთობა მეგობრებო. სტაგნაციაშია ურთიერთობა. მოდი ნახოთ ეხლა რას გპირდებათ თქვენი პარტნიორი. აი რას გპირდებათ თუ გამოასწორებს ამ სიტუაციას. თუ გამოასწორებს ამ სიტუაციას. კი, ამ ყველაფერზე არ საუბრობს თქვენთან. ეს არის ფარულობის კარტი. ამ ყველაფერზე თქვენთან არ საუბრობს მეგობრებო. არ საუბრობს იმას, რომ ფინანსებზეა გადართული, იმიტომ რომ ახალი ცხოვრების დაწყება უნდა და ძალა არ აქვს და ფინანსები არ აქვს ამისთვის, ამიტომ გადართულია ეხლა თავის ცხოვრებაზე და ფინანსებზე. ეს ერთი. ამ ყველაფერს აკეთებს ამ ურთიერთობის გამო, კი, რომ ბალანსი შეინარჩუნოს, ფინანსებიც თითქოს და რაღაც დააგროვოს თუ შეაგროვოს და ეს დაძაბული ურთიერთობა ეხლა რაც გაქვთ, ეს ურთიერთობა და სიტუაცია რაც გაქვთ, ხო ეს გეგმები ყველა თქვენთან დაკავშირებით მოიყვანოს სისრულეში, მაგრამ თქვენ ამ ყველაფერს არ გეუბნებათ. ქალბატონებო, თქვენთან მაქვს ეს ინფორმაცია, რომ არ გეუბნებათ თქვენი მამაკაცი. და მამაკაცებო, თქვენი პარტნიორი ეხლა შემოვაბრუნებ თქვენსკენ, თუ კი ვერ ხვდებით როგორ შეაბრუნოთ ეს ყველაფერი. თქვენი პარტნიორი, ჩემო მეგობრებო, მამაკაცებო, ძალიან დაბნეულია იმის გამო, რომ თქვენს გეგმებს არ უზიარებთ თქვენს პარტნიორს, მან არ იცის თქვენი გეგმების შესახებ და თუ კი არ ეუბნებით ამის და ამის მიზეზიც გაქვთ თქვენთან ცოტა უფრო სხვანაირად ხდება ეხა სიტუაცია, ხო ზუსტად რო და თუ კი არ ეუბნებით ამის და ამის მიზეზიც გაქვთ თქვენთან ცოტა უფრო სხვანაირად ხდება ეხა სიტუაცია, ხო ზუსტად რო კონკრეტოთ რა ხდება ეხლა. თქვენ შორის მამაკაცებო, თუ კი თქვენს პარტნიორთან თუ კი არა და გაქვთ დაძაბული ურთიერთობა და გაუგებრობა გაქვთ, თქვენს პარტნიორს აი ძალიან აინტერესებს რას გააკეთებთ ამ ყველაფრისთვის, როგორ დაიბრუნებთ თქვენს პარტნიორს, ან ზოგადად გააკეთებთ თუ არა მისთვის რაიმეს და ამის გაგება ძალიან აინტერესებს, თუმცა თქვენ ამ ყველაფერს როგორც ჩანს არ ეუბნებით მას და თვითონ არის ძალიან განაწყენებული. ხო, აი ესეა თვითონ. მე არაფერს არ გავაკეთებ, ამბობს მამაკაცებო თქვენი პარტნიორი. არაფერი არ შემიძლია, არაფერს არ გავაკეთებ, ბურზე დავიკრიბავ ესე ხელებს, ან ჯიბეში ჩავიწყობ ხელებს და ვიქნები ასე ჩემთვის. ხო. და გინდა გააკეთე რამე და გინდა არა. ბატონო. ხო. მამაკაცებო, ეს ინფორმაცია იყო თქვენთვის, თუმცა ნახეთ მეგობრებო, რამხელა სიყვარული გაქვთ ურთიერთობაში. რამხელა სიყვარული გაქვთ ურთიერთობაში, აი მზე ხართ ერთმანეთისთვის. ძალიან დიდი აი ეს ორი სურათი უკვე ყველაფრის მთქმელია მეგობრებო. ისეთი სითბო და სიყვარული გაქვთ ურთიერთობაში. ორივეს გინდათ ქორწინება, ორივეს გინდათ ნიშნობა, ორივეს გინდათ ბედნიერება, სიყვარული, სილაღე, ყველაფერი გინდათ, მაგრამ უკან დგას ვიღაც ადამიანი. აი შეიძლება იყოს დედაც და შეიძლება იყოს დედმამიშვილიც, ვიღაც არის უკან, ვინც თითქოს და თქვენს ურთიერთობას უშლის ხელს მეგობრებო. კი. კი. ვიღაც უშლის თქვენს ურთიერთობას ხელს. და ამიტომ გაქვთ პლატონური სიყვარული. აი ეს უნდა თქვენს პარტნიორს რომ ეს ყველაფერი მოაგვაროს. ამას გპირდებათ კი. გპირდებათ რომ იქნებით ერთად, გპირდებათ კი მეგობრებო, კი გპირდებათ.
კი, რომ გაახლებს ამ ურთიერთობას, რომ გააღვივებს ურთიერთობაში სითბოს, მოიყვანს ბალანსში ამ ყველაფერს. კი, ძალიან მნიშვნელოვანი და მოკრძალებული ხართ მისთვის, ადამიანი მოკრძალებული. ბალანსში ამ ყველაფერს. კი, ძალიან მნიშვნელოვანი და მოკრძალებული ხართ მისთვის, ადამიანი მოკრძალებული. ჩემო ძვირფასებო, თუ კი არის ხარვეზები და იმეორებს შემდეგ სიტყვებს იმეორებს მეგობრებო, ეს ინტერნეტის გამოა თუ რის გამოა არ ვიცი, მაპატიეთ, ეს ჩემი ბრალი არ არის, არ გამინაწყენდეთ. ამის ბოლო ლაივზე ძალიან ბევრი ჩამოვჭერი, კადრი ამოვჭერი და ისე ავტვირთე 8 წუთის კადრი ამოვჭერი, იმიტომ რომ აი კატასტროფულად იმეორებდა და მეც მომეშალა ნერვები, მაგრამ სხვა გზა არაა, მეგობრებო. თავში შეიძლება ამოვჭრა კადრი, მაგრამ შვაში ცოტა არ იყოს რთულია, ამიტომ მაპატიეთ. კი, ამ ყველაფრის მოყვანა უნდა თქვენს პარტნიორს. ეხლა ვნახოთ. თუ შეასრულებს ამ ყველაფერს, აი რაც უნდა მას, აი ამ ორ კარტზე, მეგობრებო, ეხლა. აი ამ ორ კარტზე, დიდი მადლობა საჩუქრებისთვის, გაიხარეთ მეგობრებო. აი ამ ორ კარტზე, მოდი ეხლა გავაგრძელოთ ტაროზე, აი თუ მოიყვანს აქ რაც ხატია ამ ყველაფერს სისრულეში, თუ გაამარჯვებს, თუ იზამს ამ ყველაფერს სამართლიანად, თუ გადაწყვიტავს მეგობრებო და თუ მოაგვარებს. აი ამ სამი კარტით მეგობრებო. ამ ყველაფერს თუ მოიყვანს სისრულეში სამართლიანად, თქვენი პარტნიორი. თუ მოიყვანს სისრულეში სამართლიანად. აბა ნახოთ რას გვეტყვის ახლა კარტი. თუ მოიყვანს სისრულეში სამართლიანად. კი მეგობრებო. ერთადერთი პირველი, რასაც ეცდება, ეს არის ზომიერება. იმიტომ რომ დარღვეულია ბალანსი. ბალანსი დარღვეულია მისგან, ამიტომ მან უნდა ეცადოს თქვენ არაფერი გააკეთოთ მეგობრებო. ხო, თქვენ არაფერი არ გააკეთოთ. თქვენი პარტნიორი თვითონ ეცდება რომ ბალანსში მოიყვანოს ურთიერთობა. კი, ამ სირთულეებს, ამ პრობლემებს თვითონ მოაგვარებს. აი თქვენ იყავით მშვიდად და წყნარად გაწონასწორებული მეგობრებო. არაფერი არ გააკეთოთ. აი ჯერ ვამბობ და კარტი მერე ამოდის. არაფერი არ გააკეთოთ თქვენ. თქვენ უბრალოდ იყავით მშვიდად. აჰა, გადაცვინდა კარტები. ჩემო ძვირფასებო. ამიტომ არაფერი არ გააკეთოთ. ყველაფერს გააკეთებს თვითონ. კიდევ რას გააკეთებს? თუმცა მან იცის რომ თქვენ არაფრის გამკეთებელი არ ხართ და თქვენ არც უნდა გააკეთოთ. კი მეგობრებო, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გადადება. რას გააკეთებს? სპეციალურად რაღაც შეტყობინებას მიიღებთ. შეტყობინებას მიიღებთ მეგობრებო, რომ და შეგატყობინებთ რომ ეს ადამიანი თითქოს რაღაცა შეიძლება იყოს შეფერხებები, ოდნავ გადაიდოს უბრალოდ. კი არ შეწყვიტოს, გადაიდოს. რაღაც სიტუაცია აქვს თქვენს პარტნიორს ისეთი, ან შეექმნება ისეთი სიტუაცია მეგობრებო, რომ აი გადაიდება უბრალოდ. კი, თუმცა პასუხისმგებლობით გადაიდება მეგობრებო, იმიტომ რომ ამ ადამიანს უნდა რომ რაღაცაზე იმუშაოს, რაღაც თავისი ფინანსები დააგროვოს, ამისთვის მუშაობს და აი ესეთი სავსეთ ასებით მოვიდეს თქვენამდე. აი მხოლოდ ამის გამო შეიძლება გადაიდოს, თორემ ეს დასასრულს არ ნიშნავს. ხო. შესრულებით მოიყვანს სისრულეში კი, უბრალოდ შეიძლება გადაიდოს, გაჭიანურდეს, არა, გადაიდოს. კი. თქვენ ამ დროს, თქვენი რეაქცია ამ დროს. ხო, თქვენ ინერვიულებთ. თქვენ გექნებათ დანაკარგის შეგრძნება, იფიქრებთ რომ ყველაფერი დასრულდა. დაიბნევით. კი. აი გადაწყვეტილების
თითქოს რაღაც გადაწყვეტილების წინაშე დადგებით. ან საკუთარ თავს შეეკითხებით, გინდათ ესეთი პარტნიორი? აი რაღაც ასეთი მსგავსი მოხდება მეგობრებო. კი და თითქოს თქვენ ამ ყველაფერზე გაუნაწყენდებით და ნაბიჯების გადადგმას შეაჩერებთ, იყოყმანებთ. ზოგადად იყოყმანებთ მასთან ურთიერთობაზე. ძალიან გაბრაზდებით ამის გამო. კი. ძალიან გაბრაზდებით ამის გამო. კიდევ რა მეგობრებო. ამის გამო. კიდევ რა მეგობრებო. ხო, კიდევ რა. ხო, იფიქრებთ, რომ ძალიან ცუდად გექცევათ, იფიქრებთ, რომ გღალატობთ. უნდობლობას გამოიჩენთ მის მიმართ, აღარ ენდობით. ხო, თქვენ იფიქრებთ, რომ ვინმე სხვა ყავს. ესე იფიქრებთ თქვენ მეგობრებო, თქვენი რეაქცია იქნება ასეთი უეჭველი ვიღაცა ყავს. მე შენ გაჩვენებ სეირს. ხო. აი ამას იფიქრებთ მეგობრებო, კი. იმ წუთა შეხვათ მთვარეში. ნახე რას დაგმართებ, ნახე რა მოგიწევს, ნახე თუ მოგიშვა, ასე ვიზამ, ისე ვიზამ, არ დამენახო, აღარ მინდა შენთან ურთიერთობა, მოკლედ გაბრაზდებით. ხო, თქვენი რეაქცია იქნება ასეთი. მოდი ახლა მინდა მივკითხო კარდს. მაინც. მეც ხო ვიცი რომ უკვე უსაფუძვლო იქნება ეს, თქვენ ამის საფუძველი არ გაქვთ, მაგრამ თქვენ ქალები ასე ვიფიქრებთ კი. მამაკაცებო ესე ფიქრობთ თქვენი პარტნიორი. ხა. და ამ დროს თქვენ რა უნდა გააკეთოთ ახლა მამაკაცებო? მოდი ქალბატონებო, ჩვენს მამაკაცებს ვკითხოთ ახლა, რაით შეუძლიათ ამ დროს, აი რითი შეუძლიათ ამ დროს თქვენს პარტნიორს დაგამშვიდოთ? ქალბატონებო, რითი დაგამშვიდებთ ამ დროს პარტნიორი? აი რითი, რა შეიძლება რომ გააკეთოს? არაფერი. თქვენ ამბობთ ამ შემთხვევაში რომ არაფერი არ მინდა, საერთოდ მე ჩემი სტაბილურობაც მაქვს. ამას ეტყვით. ამას იფიქრებთ. საერთოდ არ მინდა არაფერი მისგან მზრუნველობა, არაფერი აღარ მინდა. მე ჩემი სტაბილურობით დავკავდები. კი, თუმცა აი ნახეთ მას. აი თვითონ მეგობრებო. აი მოვა თვითონ მოირბენს და გამშვიდებთ თუ რაღაც მსგავსი. კი, სადღაც დაკვირდებათ წასვლას, წაყვანას მეგობრებო. თითქოს რაღაც შეიძლება გასეირნება მოგიწყოთ დროებითი, მაგრამ მაინც ასიამოვნო. ხო, და მე ეს თქვენი პარტნიორი ნახეთ ქვემოდან არ გადავჩეხე, დაუბრუნდება თავის პრობლემებს, რომ მოაგვაროს მეგობრებო. არი ნერვიულოთ ამის გამო, ხო? აი ნახეთ მეგობრებო. ეს ადამიანი მოდის თავისი პრობლემების მოსაგვარებლად, რომ ფინანსებზე იმუშაოს. თქვენ თუ ჯვრისწერა და ქორწინება გინდათ მეგობრებო და ოჯახი შექმნა გინდათ, თქვენ ხვდებით ალბათ რომ ამ ყველაფერს სჭირდება თანხები. მამაკაცები ესე ჩვენსავით არ ფიქრობს. მე ახლა არ ვიფიქროთ რომ ვინმეს ვამართლებდე, მაგრამ ერთი მხრიდან არა მედალი, მედალს ორი მხარე აქვს, ასე რომ ნუ გვეჩქარება. ხო, აი ეს ადამიანი ეძებს გამოსავალს ამ ფინანსებით, ამ მუშაობით, რომ თქვენ რა დაგეხმაროთ, რომ გვერდში როგორ დაგიდგეთ, როგორ შემოგთავაზოთ რაღაც ახალი ცხოვრება მეგობრებო, აი ხო გეუბნებით, ასე რომ მედალს აქვს ორი მხარე და არი ნერვიულოთ. ხო, ეს არის ძველი დასასრული და ახალი დასაწყისი, რომ თქვენს პარტნიორს უნდა რომ აი ეს სირთულეები, ეს პრობლემები დაასრულოს მეგობრებო და დაიწყოს ახალი სიახლეები. თუმცა მას ის რაც აქვს, ეს ცხოვრება არ ახარებს უთქვენოდ, არ უხარია. ნუ რა ვქნა დღეს ესეთი მოაზროვნე მამაკაცი თუ ქალბატონია მოსული ჩვენთან, ნუ რა ვქნათ. დღეს ამ ჭკუაზეა ჩვენი პარტნიორი. თქვენი პარტნიორი მეგობრებო. ნუ რა გავაკეთოთ? ხო. მეგობრებო, კითხვაზე პასუხი არ მაქვს. კარგით, ეხლა მოდით ვკითხოთ კარტს. აი, რამდენად საიმედოა
სამყაროს თვალში თქვენი პარტნიორი, აი რამდენად გრძელვადიანია თქვენი ურთიერთობა. რამდენად გრძელვადიანია თქვენი ურთიერთობა. მეგობრებო, ვაი. ერთი წუთით. რამდენად გრძელვადიანია. ხო, ნახეთ მეგობრებო. გული გამისკდა კინაღა. და ქვემოდან არის ტყუილების კარტი. აი ნახეთ მეგობრებო, ქვემოდან ტყუილების კარტი. კი, შეიძლება თქვენმა პარტნიორმა რაღაცებით დაგიმალათ, რაღაცებს არ გეუბნებოდათ, რაღაცები შეიძლება რაღაც ტყუილებს ქონდა ადგილი, მაგრამ ეს ტყუილები იყო არა ბოროტული, არამედ რაღაც თავისი რაღაცების მოსაგვარებლად ამ ადამიანს, რომ თავისი სტაბილურობა მოეყვანა სისრულეში. ეს არ არის ის, რომ თქვენს პარტნიორს ვინმე გვერდით მართლა ყავდა სხვა და რაღაცა. ძალიან სისრულეში ეს არ არის ის, რომ თქვენს პარტნიორს ვინმე გვერდით მართლა ყავდა სხვა და რაღაცა. ძალიან ნების ხო, აი კუნჩხვები აქვს ამასთან დაკავშირებით თქვენს პარტნიორს ძალიან ნერვიულობს. ძალიან არეულდარეული იყო და უნდოდა რომ ეს ფინანსები მოეყვანა სისრულეში და ამ ყველაფერს არ გეუბნებოდათ. ხო, ძალიან ბევრი დანაკარგები ქონდა, გაუმართლებელი რისკი ქონდა. ამ ადამიანს თუ კი ყავს უკან ვინმე მეგობრებო, ეს შეიძლება იყოს დედაც და იყოს პარტნიორიც, იყოს დედმამიშვილიც. თქვენს სიტუაციას მოერგეთ, თქვენ ძალიან კარგად იცით ვინც ყავს და ვინც არ ყავს თქვენს პარტნიორს. ხო, აი იმაზე ფიქრი და ოცნებებით და ის ადამიანი შეიძლება უშლიდა ხელს და ეხლაც უშლის. ამიტომ ძალიან ბევრი იმედებს ამყარებს თქვენთან დაკავშირებით. ხო, აი რაც ჩამოვთვალე ეხლა. ხო, ძალიან ბევრი გეგმები ქონდა ამ ადამიანს, ძალიან ბევრი სურვილები აქვს ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით. ძალიან გულნათკენია ამასთან დაკავშირებით, რომ ამ ყველაფერს ვერ ასრულებდა აქამდე მეგობრებო. ყველაფერს ეცადა და ყველაფერს ცდილობს, რომ აქამდე მივიდეს, ამიტომ უკან არ დაიხევს და კიდევ ეცდება, თუ კი აქამდე არ გამოგივიდათ ეს ოჯახი და ოჯახთან დაკავშირებული სურვილები, ვის რა სურვილები გაქვთ თქვენსაც მოერგეთ მეგობრებო, რაც დაგპირდათ ამ ადამიანმა და აქამდე არ გამოდიოდა, აქ არის კიდევ წერია, რომ კიდევ ცადეთ, კიდევ ეცდება მეგობრებო. ეს ადამიანი ისევ ეცდება, ასე რომ არი ნერვიულოთ, თქვენ ხართ მისი იმედი, ეს ადამიანი ძალიან ბევრ იმედებს ამყარებს თქვენთან დაკავშირებით და მოდის ამ იმედთან, მოდის მეგობრებო და არი ნერვიულოთ, ასე რომ ნუ ჩავარდებით პანიკაში. ნუ გექნებათ იმის ფიქრი, რომ დააგვიანებს, თუმცა მასაც აქვს ამის შიში, რომ არ დააგვიანოს, მას უფრო აქვს. ძალიან ეშინია, რომ არ დააგვიანდეს თქვენთან და ამიტომ მოიჩქარის მეგობრებო, ასე რომ თქვენ გამო ეს ადამიანი გეუბნებით კამათობს სადღაც და მოკლედ რა გააკეთოს, არ იცის, ყველაფერს აკეთებს, მუხჩახრილი შრომობს, რომ აი უფალს ევედრება, რომ აი ეს ყველაფერი არ დაკარგოს თქვენთან დაკავშირებით. თავბრუ დამეხვა ისეთი ენერგია წამოვიდა მეგობრებო, აი არ ვიცი. სამკუთხედები და უნდა რომ აი ნახეთ ეს იყო ქვემოდან და ამ სამკუთხედებზე უნდა რომ გაიმარჯვოს. აი შორიდან გიყურებთ, არ გეგონოთ რომ სადმე წასულია, ყველაფერს აკვირდება, ყველაფერს აკონტროლებს, ყველაფერი აინტერესებს. კი და უნდა რომ ეს წარსული გაანოლოს, იმიტომ რომ თქვენ ხართ მისი საკუთრება თვითონ ამბობს ამ ყველაფერს. კი და ნუ ეხლა ნუ რა ვქნათ, ეხლა ამის გარეშე არ შეუძლია ამ თქვენ პარტნიორს და რა გავაკეთოთ. ხო, манипуляციების გარეშე არ შეუძლია. ეხლა თუ თქვენ მიიღებთ ამ ადამიანს ამ манипуляციებით, მეგობრებო, კი ბატონო, ოჯახი გექნებათ. კი. დანარჩენი ეხლა манипуляციებს გააჩნია კიდევ ეხლა მეგობრებო, როგორი ექნება, თუმცა ხო, რაღაცა საკობრივი სხვაობა არის თქვენ შორის. კი, ამ ადამიანს ძალიან უნდა რომ იმუშაოს ამ ურთიერთობას და ვერთმობს ამ манипуляციებს და მოკალით და ჩამოახჩვეთ თუ გინდათ. ეს არის მისი მოქმედების კარტი. მოიმოქმედებს, რასაც გპირდებათ, აუცილებლად შეასრულებს მეგობრებო. კი არ მოიმოქმედებს, უკვე მოქმედებს. ეს უკვე არის მოქმედების კარტი. უკვე მოქმედებაშია ეს ადამიანი. რანაირი ძალაგამოლეულიც არ უნდა იყოს. აქ ეს ჩაკეტვის კარტი არ არის, აქ არის ადგილი რომ ადგეს და გავიდეს, გამოსასვლელი აქვს მეგობრებო. ასე რომ კი ელოდეთ მისგან ბრძოლას, შრომას. ეს ადამიანი
თავის სურვილებს აუცილებლად აისრულებს, რომელიც აქამდე არ აუსრულდა, კონფლიქტით აისრულებს, თუ ბრძოლით, თუ სპორტით, თუ რაღაცაში ხარჯავს თავის ცუდ ენერგიებს, ასე რომ ეს ძალიან კარგი ამბების მომტანი კარტია და მნიშვნელოვან ამბავს გაიგებთ ამ ადამიანიდან, რადგან ამაზე დაჯდა, აი ესე, რადგან ამოვიდა, ელოდეთ მისგან მნიშვნელოვან კარგ ამბებს და არ ინერვიულოთ არაფერზე მეგობრებო, რაც არ უნდა ძალა გქონდეს გამოლეული თქვენს პარტნიორს, ის აუცილებლად იმოქმედებს, იმიტომ რომ არ შეუძლია სხვანაირად და თქვენ კიდევ ნერვებს ნუ დაიგლიჯავთ. გაუვრთხილდით ჯანმრთელობას, იმიტომ რომ ეს ადამიანი манипуляტორია და დაგჭირდებათ მაინც მასთან რაღაც ძალა და ენერგია, კარგი განწყობით გეუბნებით ამ ყველაფერს. ხო, თუმცა ხო, ნუ რა ქნას, ახლა სხვანაირად არ შეუძლია და რა გააკეთოს. ხო. რატომ life is love? შემოგევლე გულში, რატო ჩემოლამაზო? არც მე არ ველოდები, მაგრამ რა ვქნათ, ახლა მოდის და ლოდინი ახლა იმას არ ნიშნავს, ჩემო კარგო, რომ ველოდებით მის საქციელებს. არაფერსაც არ ველოდებით, ჩემი ცხოვრებით ვარ დაკავებული. ლოდინი ახლა იმას არ ნიშნავს, ჩემო კარგო, რომ ველოდებით მის საქციელებს. არაფერსაც არ ველოდებით, ჩემი ცხოვრებით ვარ დაკავებული. ხო, არავის არ ველოდებით, მეგობრებო, ჩვენი ცხოვრებით უნდა დავკავდეთ და ყველაფერს მოაგვარებს სამყარო და უფალი, ასე რომ არავის არ ველოდებით. ხო, ნამდვილად არ ველოდები არავის, ვარ ჩემი ცხოვრებით, საკუთარი თავზე ფიქრით დაკავებული, ასე რომ დავინახავ ხა ეს ბაჟბატონი აქ სხვაობაა, მეგობრებო. როგორ დახვდე რომ მოვა? არაფერი, არ უნდა მაგას დიდი ფიქრი. რა რეაქციაც გექნება, უნდა გამოხატო. რატო არ უნდა გამოვხატო? რატო უნდა მოვაჩვენო თავი, რომ აი მაგალითად, რასულაც არა, რასაც მათქმევიებს ენა და პირი ვეტყვი ყველაფერს, რასაც ვფიქრობ ყველაფერს ვეტყვი, მაგრამ ისე კი არ ვეტყვი, რომ ნერვები დავიგლიჯო, წყნარად, მშვიდად გაწონასწორებული, უკვე მომზადებული სიტყვებით და წინადადებებით, ჩემო ძვირფასებო. ხო. ხო, აი ამ გვირგვის თავზე ჩამოვაფხობ. მე ასე ვფიქრობ. ხო, ვიცი, ჩემო კარგო, აი ზუსტადაც. ამ გვირგვის თავზე ჩამოვამხობ. ხა. დაც კი პრინცი მომივიდა ეხლა აქ. საკუთარი, კი, ეტყობა ძალიან უყვარს სარკე მეგობრებო. ამ ადამიანს ძალიან უყვარს სარკე, უეჭველი. უეჭველი ძალიან უყვარს სარკე. ძალიან დიდ კომპლიმენტებს ეუბნება სარკის წინ საკუთარ თავს. გეფიცებით. კი. მოდი აბა ვკითხოთ. თქვენი ურთიერთობა, თქვენი და თქვენი პარტნიორის ურთიერთობაზე რას გვეტყვის ასტრაბარათები, მეგობრებო? უღრმესი მადლობა. Life is love. უღრმესი მადლობა, მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა. თქვენი ურთიერთობა, მეგობრებო, რას გვეტყვის ასტრაბარათები თქვენს და თქვენი პარტნიორის ურთიერთობაზე? ეს არის ძალიან თბილი და ძალიან ბევრი სიმთქმელი დასტა, მეგობრებო. ხო, აი ქვემოდან რა კარტია? აი ჩემო ძვირფასებო, ქვემოდან რა კარტია? აი რა კარტია ქვემოდან? ეს არის გამბედაობა. თქვენი პარტნიორი აუცილებლად მოიკრიბავს გამბედაობას, ეს ახატია ზუსტად წიგნზეც. აი მეგობრებო, წიგნზეც ეს ახატია. ასე რომ თქვენი პარტნიორი ცდილობს რომ გამბედაობა მოიკრიბოს. ძალიან ცდილობს. ეს ნახეთ, თავისი ხმალი უკვე დაშვებული აქვს ძირს, ქვემოთ. ბრძოლას აღარ აპირებს ცუდის გაგებით ოღონდ. ანუ რითით მამიდა მეგობრებო, აქამდე თუ გებრძოლებოდათ, იმიტომ რომ მას ჰქონდა შიშები, საკუთარი თავის რწმენა არ ჰქონდა, ეს არის ძალიან მერლინი იცით რასაც ნიშნავს, ძალიან მიყვარს ეს ფიგურა. მორგანა, მერლინი, აი ეს ფიგურები ძალიან მიყვარს, სულ ვუყურებდი ბავშვობაში ამათ ფილმებს, სულ მეგობრებო,
დღესაც შემიძლია ვუყურო ესეთ მისტიური კინოები, ფილმები მიყვარდა. ამიტომ ეს ადამიანი აქამდე თუ იქცეოდა რაღაც აი ესე როგორც არის ესე ხუნჯობებით, ჩემო ძვირფასებო. ეხლა მეგობრებო, გამბედაობას გამოიჩენს. აქამდე თუ გეხმალაებოდათ თუ მეგობრებო, ანუ ვინ ვის აჯობებდა ესეთი სიტუაცია ქონდათ, ეხლა გამბედაობას გამოიჩენს მეგობრებო და ამ ხმალს ესე დაუშვებს. ზუსტად მერლინი კინოშიც ესეა მეგობრებო, ესეა ზუსტად ესეა კინოშიც, ფილმშიც. ხო, ამიტომ ესე დაუშვებს ამ ხმალს და მოვა თქვენთან. გადმოვა, გადმოდგამს, მოკლედ ნაბიჯებს. აი ნახეთ, აქ კიდე ბზარია. ბზარია მეგობრებო. ბზარია, ნახეთ, ამ ბზარს უნდა გადააბიჯოს ამ ადამიანმა, რომ მოვიდეს თქვენთან. და აი ეს ამ ურთიერთობაში ეხლა რა ბზარიც არის გაჩენილი. ჩემო ძვირფასებო, ამ ყველაფერს თქვენი პარტნიორი მოაგვარებს. ვერიფიკაციას მთხოვს ეკრანი. ერთი წუთით მეგობრებო. არ გამომივიდა. აი? რამდენჯერმე უნდა ცადოთ, ესე იქნება თქვენი პარტნიორიც. რამდენჯერ ეცადა ვინიცის, გამომივიდა. ხო. მე არ მაქვს მაგის გართულება. Life is love, გაიხარე, უღმესი მადლობა. ხო, მოკლედ მეგობრებო და თქვენი პარტნიორი ესე გამბედაობით მოვა თქვენთან. ხო, აბა კიდევ რას გვეტყვის თქვენს პარტნიორზე, თქვენი ურთიერთობა, რას გააკეთებს თქვენი პარტნიორი ამ ურთიერთობისთვის, რას ფიქრობს ზოგადად. ოხ მეგობრებო. Life is love. შენ მიხვდები ახლა ამ სურათს. ეს არის ქალი ვულკანი, ეს არის ქალი ლეგენდა, ეს არის ქალი ინიციატორი, ეს არის მაგი თავის ცხოვრების, ეს არის მომხიბვლელი, გონებამახვილი, ძალიან სექსუალური, ძალიან ენერგიული, სტრატეგიული, ძალის მქონე ადამიანი. ღმერთო, აღარ შემიძლია უკვე. აი როგორ აღწერო არ ვიცი, ქალი ვულკანი, ქალი გამომძიებელი, თავდაჯერებული, ქალი, რომელიც არანაირ შეურაცხყოფას არ აიტანს. აი, თქვენ ხართ დედა, თქვენ ხართ ქალი, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც აი ესე პატარა ბავშვით იბრძოლებს და ისე იბრძოლებს, რომ კი, ტორნადო. და ისე იბრძოლებს, რომ ამ ბავშვს არაფერი დაემართება. ამ ბავშვს თმის ღერიც არ ჩამოუვარდება, ისე იბრძოლებს. აი ჟანა დარკი, ვინ ხართ? თუ მაია წნეთელი, თუ ვინ ხართ? არ ვიცი მეგობრებო, ვინც გინდათ ის დაირქვით. აი ეს ხართ მისთვის და აი ესეთი ადამიანისთვის მოვა, აბა რას იზამს, მე შენ გეტყვი თქვა. ხო. ესეთი ადამიანის იმედის გაცრუება არ შეიძლება. ვინც ამ ადამიანს იმედს გაუცრუებს, ვინც ასეთ ადამიანს ზურგში აქცევს მეგობრებო, იცით რა ელოდება იმ ადამიანს? თქვენ პროსტა ვერ წარმოგიდგენიათ. ასეთ ადამიანს ვინც ზურგში აქცევს, ხო, ჩემო ძვირფასებო, იმ ადამიანმა არ ვიცი, ვერასოდეს ჯერ ვერ მოინანიებს, მერე მის ცოდვებს ვერ გამოასწორებს, ვერ გამოისყიდის მის დანაშაულს. აი გამორიცხულია რამე რომ შეეცადოს და რამე გააკეთოს მეგობრებო. გამორიცხულია უბრალოდ. აი ეს ხართ თქვენ. ხო. ამიტომ მეგობრებო, ესეთ ქალთან ძალიან დიდი გამბედაობა უნდა რომ მოვიდეს. აბა რა? ძალიან დიდი გამბედაობა. ხო. აი ასე. ესეთი ხართ მისთვის. და კიდევ. მოვა, აბა რას იზამს? არსად არ წავა მეგობრებო. არა. ძალიან ხართ აი თქვენ ხართ როგორც ტოლერანტული ადამიანები ხართ. ყველასთან გამონახავ საერთო ენას. ყველასთან შეგიძლიათ მეგობრობა, ყველასთან ნებისმიერი რჯულის ადამიანთან და რასის ადამიანთან შეგიძლიათ გამონახოთ საერთო ენა. კი ბატონო. კი, აი ეს არის მაგი life is love. კი.
ეს არის არაჩვეულებრივი, უნიკალური. ამ ქალს ბადალი არ ყავს, მზე. ეს ქალი არის ცეცხლის ტიქია, ცეცხლი. ეს არის ცეცხლის ტიქია. შეიძლება იყოს ლომიც. შეიძლება იყოს ვერძიც. ხო, შეიძლება იყოს კუროც. ძალა. ეხლა მეგობრებო არ გამინაწყენდეთ თუ კი ვინმე ვერ ჩამოვთვალე ზოდიაქოების მხრივ. ეხლა ზოდიაქოებს ნუ მივაქცევთ ყურადღებას. უბრალოდ ცეცხლის ტიქია. ცეცხლის ტიქია მეგობრებო. ასე რომ ესეთ გონება მართულ ადამიანთან მოვა, აბა რას იზამს. ერუდირებული ადამიანი ხართ მისთვის. ძალიან კრეატიული, კიდევ. ხო. აი მე გამეცინა, საწოდავი მისი დღე. მეგობრებო. მეგობრებო. რა, მოდის ერთი ამარა. Life is love. ხა ამასაც მიხდები ხა შენ იტალიაში თუ ხარ მიხდები იტალიური კაცს რა წერია. დედა მეგობრებო, გამოგდებული მიხდები იტალიური კაცს რა წერია. დედა მეგობრებო, გამოგდებული ეს ადამიანი მოდის, მაგრამ როგორ მოდის? კი არ მოდის, მეგობრებო. თავისინებით კი არ მოდის. გამოაგდეს და იმიტომ მოდის, მეგობრებო. მომიტევეთ, მაგრამ ნუ რა ვქნა. ხო, ბევრთან ასე იქნება. გამოგდებული, გამოძუნძულებული, გამოქუცურებული, გამოსახლებული. ავტობუსის გაჩერებაზე დგასო. ხა. და ცარიელებული, აი ქვემოდან კიდევ ეს კიდევ ნიშნავს ცარიელს. ცარიელი ფიტული. ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი წინააღმდეგობა გაგიწიათ, მეგობრებო, აი ესეთ ადამიანებს, აი რა ვთქვა პროსტა. საკუთარ თავსაც გაუწია ძალიან დიდი წინააღმდეგობა და იქამდე მიიყვანა საკუთარი ცხოვრება, რომ აი სანამ არ გამოაგდებენ იქედან, მანამდე ვერ მოდის. უნდა გამოაგდონ იქედან, მეგობრებო, ისე ვერ წამოვა. ან უკვე გამოაგდეს და მოვა, ან უნდა გამოაგდონ და მერე მოვა. ცარიელი უნდა დარჩეს, რაღაცა მოხდება მის ცხოვრებაში ისეთი. ნუ მომიტევეთ, მეგობრებო, ყოველასთან მართლა ერთნაირად გამოგდებული არ დარჩება, მაგრამ დარჩება ცარიელი. რაღაცას წაართმევს, თუ განქორწინებაშია, მეგობრებო, იცით რომ ეხლა ხო, არაფერი აღარ დარჩება, ან შეიძლება სპეციალურად დაუტოვოს, ოღონდ დააღწიოს იქაურობას თავი და წამოვიდეს იქედან და დაუტოვოს ყველაფერი იქ, სადაც არის დედას, მამას, მშობლებს, დედმამიშვილებს, ყოფილ ცოლს თუ ყოფილ პარტნიორს თუ შვილებს თუ შვილიშვილებს, არ ვიცი. ხო. და ყველაფერი უნდა ან ყველაფერს დატოვებს და მოვა, მეგობრებო? და ანუ როგორ აიცით, ან ყველაფერი და ან არაფერი. ყველაფერს დატოვებს და არაფრით მოვა. ხო, ასე, ყველაფერი და არაფერი. ორი სიტყვა ერთმანეთში დააჯდა ზუსტად ამას, დააკვტა, მეგობრებო. ხო, თავიდან იწყებს ცხოვრებას. ნახეთ ქვემოდან რა კარტია, ეხლა არ დამიწყოთ, არ გამომიხტეთ ოღონდაც აქ, მეგობრებო. აქ არ გამომიხტეთ ოღონდაც ეხლა. ხო. ორი მხრივი სიყვარულია აქ. დაწყების კარტი. ეს ადამიანი ყველაფერს დაიწყებს თავიდან. კი, life is love, ზუსტად. არა, მეორე წრი არა. ახალია. ახალი სიახლეები, ახალის დასაწყისია. ეს არის გახსნა, ახალის დაწყება. ხო. იმიტომ რომ გაუბედურებულია. ძალიან გაუბედურებულია თავისი ჯინიანობით. თავისი ქედმაღლობით, თავისი სიამაყით, თავისი ამბიციებით, მეგობრებო. აი ადამიანებს რო ზემოდან უყურებს, რაღაც ესე. ამას ქვია მე ვარ და ჩემი ნაბადიო, მაგრამ ნუ რას უკაცრავად. ხო.
შიგნიდან არის ერთი გაუბედურებული, უბედური ადამიანი. ადამიანს, რომელსაც თავისი ცხოვრება ვერ მოუწესრიგებია. მოდი ასე ვიტყოდი. ამან რა ის წესრიგი უნდა დაამყაროს. კი შეიძლება იყოს რაღაც ფორმიანი პარტნიორი თქვენი. ბევრი შემთხვევაში შეიძლება იყოს რაღაც ფორმიანი. ფორმასთან დაკავშირებული, კი. ადამიანი ფანდურა. ხო, შეიძლება უკრავდეს ფანდურზეც, არ გამოვრიცხავ, სალამურზე უკრავდეს, მღეროდეს. აქ ყვავილები ხატია, შეიძლება მეეზოვე იყოს, ყვავილები ანუ მეეზოვე იყოს, შეიძლება იყოს მებაღე. ხო, შეიძლება იყოს წინამძღვარი, წინამძღოლი რაღაცის, რა ვიცი, მეგობრებო, არ ვიცი რაც გინდათ, ნებისმიერი ფორმიანი ადამიანი, ნებისმიერ სფეროში. ხო. ბარმენი, მენეჯერი, ადვოკატი, გამომძიებელი, მილიციელი, პოლიციელი, რაღაც მსგავსი შეიძლება იყოს კი. ასე რომ თქვენ სიტუაციას მოერგეთ. რაღაც თავის საქმიანობით დაკავებული, სადაც აცვია მუშასაც თავისი ფორმა აცვია მეგობრებო, მუშა თუა. ხო. ასე რომ არ ვიცი რამდენად დაიჯერებთ, მაგრამ ბოლო კარტი ქვემოდან ეხლა ამას არ წავიკითხავ თუ წავიკითხავ, კეთილშობილების არის. ამ ადამიანს თუ თქვენი კეთილშობილების იმედი აქვს, რომ მიიღებთ, შეიძლება ეს იყოს და მეორე შემთხვევა შეიძლება იყოს ისიც, რომ ძალიან კეთილშობილურად მოვიდეს თქვენთან. არ გამოვრიცხავ და მართლაც შეიძლება მოვიდეს ესეც მეგობრებო. ხდება ესეთ კეთილშობილურად მოვიდეს თქვენთან. არ გამოვრიცხავ და მართლაც შეიძლება მოვიდეს ესეც მეგობრებო. ხდება ესეთი ხო, შეიძლება სამხედროცაა კი. ამიტომ მეგობრებო არ გამოვრიცხავ რომ კეთილშობილებითაც მოვიდეს. აი ყველაფერი დატოვოს წარსულში და თავისი კეთილშობილებით მოვიდეს. ახლა რამდენად მიგაჩნიათ ეს ადამიანი მე არ ვიცი თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ ხო, ამიტომ აი აქ რაც არის, რაზეც დავიწყეთ. ეს არის იმის რომ ელოდეთ მისგან კარგ ამბებს, ელოდეთ მისგან ნდობას და იმედს. ანუ ეს ადამიანი მოდის საიმედოდ კი. ნუ რა ვქნა ახლა ჩვენი თემა არის ამაზე და ელოდეთ ამ ადამიანს. ეს ადამიანი რასაც დაგპირდებათ, თუ გპირდებოდათ აქამდე, იცოდეთ რომ გააკეთებს, შეიძლება დროში გაიწელოს, მაგრამ მაინც გააკეთებს, კი ბატონო. და მეორე არის კიდევ ის რომ თუ კი აქამდე დრო გაიწელა და არაფერი არ გააკეთა ამ ადამიანმა მეგობრებო, ეს იმას, ვისაც არ დაპირებულა ჯერ არაფერი, მომიტევეთ. ეს ადამიანი გამოვა კონტაქტზე და რასაც იტყვის და დაგპირდებათ, იმ ყველაფერს მოიყვანს სისრულეში, აუცილებლად. ასე რომ ელოდეთ მისგან შეტყობინებას, ელოდეთ მისგან კეთილშობილურ საქციელებს, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს და ელოდეთ საქციელებს ასეც კეთილშობილურს, რა ვქნა კარტი, რასაც ამბობს იმას გეუბნებით. ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა. მე ამ ყველაფერს არ ვიგონებ მეგობრებო, უბრალოდ ინფორმაცია თუ გინდათ მიიღეთ, თუ არ გინდათ და არ მიიღოთ. გაუშვით, გაატარეთ. და ვისაც უნდა მიიღება, მიიღებს ის. ასე რომ ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი საჯარო ლაივის სეანსი. სათაურით თქვენი და თქვენი პარტნიორის ურთიერთობა და რასაც გპირდებათ თუ შეასრულებს. ამიტომ კი შეასრულებს. პასუხია კი. მაპატიეთ, სპაზმა მომცა, ცოტა მეგობრებო, ყელში მომიჭირა, იმიტომ რომ მეც გამიკვირდება, იმიტომ რომ მეც თქვენთან ერთად გულისხმობ საკუთარ თავს, თქვენ იცით ეს. თუმცა ამ ბოლო დროს გადავწყვიტე რომ არ ვიგულისხმო, მაგრამ მაინც მეგულისხმება რა ვქნა, რა გავაკეთო? ხო? მაინც მეგულისხმება საკუთარი თავი, ნუ რა ვქნათ ეხლა ცდუნებას ვერ ვუშვებთ ვერსად, ხო? სურვილი გვაქვს ერთია, მაგრამ ცდუნებაში მაინც შევდივართ. ასე რომ სპაზმა მომცა მეც ამის გაფიქრებასთან დაკავშირებით.
მოკლედ ესეთ იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. ეხლა ვნახოთ, ვისაც გაინტერესებდათ ხო წეღან დამისვეს შეკითხვა, მოსვლის დრო. მოდი ვნახოთ მოსვლის დრო, ჩემი დროის კარტით მეგობრებო. ვიცი რომ გიყვართ ეს დასტა, მეც ძალიან მიყვარს. ამ დასტაში არის 78 რამდენი კარტია? 54 კარტია. 54 კარტია მეგობრებო. დროის კარტი და ნახოთ აბა. ჩაიფიქრეთ თქვენ თვითონ. მე ახლა გადავჭახავ კარტს. ხელები, ფეხები არ გადააჯვარედინოთ, თავისუფლად დაჯექით, დასხედით. არ ინერვიულოთ მეგობრებო არაფერზე. პასუხის შემთხვევაში სასურველი თუ იქნება გინდა მიიღეთ, გინდა არ მიიღეთ, ეს თქვენი გადასაწყვეტია. არ განერვიულდეთ, თუმცა ეს დასტა მოქმედებს 1 წლის ვადაზე. 1 წლის იქეთ, იმიტომ რომ ზამთრის კარტია, შიგნით. მეგობრებო, ამიტომ 1 წლის ვადაზე ვიგულისხმოთ. 1 წლის იქეთ არ გადავდივართ. შეგიძლიათ ჩაიფიქროთ. 1 წლის ვადაში თუ გამოჩნდება თქვენი პარტნიორი კონკრეტულად. თქვენ როგორც გინდათ ისე ჩაიფიქრეთ. აბატონო, თქვენს განკარგულებაშია, მე გავჩუმდები. ჩუმად წარმოთქვით თქვენი სურვილი, თქვენთვისვე. ხელები, ფეხები არ გადააჯვარედინოთ. და ნახოთ. იმედია მოასწარით, ვინც ვერ მოასწარით, როდესაც ავტვირთავ მეგობრებო, შეგიძლიათ დააპაუზოთ და მე ახლა ამ კარტს ესე თქვენს თვალს წინ ესე მეგობრებო, აი ესე ვიზა და ერთ კარტს ამოვიღებ რომელიმეს. თქვენ თვალწინ ესე მეგობრებო, აი ესე ვიზა და ერთ კარტს ამოვიღებ რომელიმეს. ოხ, როგორ არ უნდოდა რომ ამომეღო. როგორ არ უნდოდა რომ ამომეღო. მეგობრებო, აი როგორც კი გაითიშა, აი ისე ავიღე ხელი. აი ეს არის ის კარტი, რომელიც უნდა ამომეღო და ეხლა ამოვიღებ თქვენს თვალწინ. აი მეგობრებო, პასუხი. 1 თვის შიგნით. დაჟე უფრო ქვევით. 1 თვეც არა. 1 თვეც არა. პასუხია 1 თვეც არა. თქვენი სურვილი შესრულდება 1 თვის შიგნით. 1 თვის მერე არა, 1 თვეში არა, 1 თვის შიგნით. ხა. რამდენიმე დღე მეგობრებო. რამდენიმე დღე. აი ჩაინიშნეთ. ნახეთ როგორ აქ ნიშა, როგორ კალენდარზე როგორ ნიშნავს. დღევანდელი დღე მოინიშნეთ და ეს სურვილიც მოინიშნეთ და აქედან დააკვირდით რამდენ დღეში აგისრულდებათ. რამდენიმე დღეში მეგობრებო. რამდენიმე დღეში. კი. ასე რომ ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. ჩემო ძვირფასებო, უღრმესი მადლობა ყველას. ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ, მეიმედებით. მეც ასევე მეიმედებით, მეგობრებო. მეც ვიცი რომ თქვენთვისაც იგივე ვარ. ჩემთვის ეს ძალიან დიდი სტიმულია. უღრმესი მადლობა ყველას. გაიხარეთ, დალოცვილი ყოფილიყავით მუდამ და მადლობა თითოეულ თქვენთაგანს. ასე რომ ესეთი იყო დღევანდელი ჩვენი ლაივი, მეგობრებო. მინდა მშვიდობიანი ღამე გისურვოთ. ბედნიერი დილის გათენება გისურვოთ. და თქვენს გულებში ყოფილიყოს მუდამ სიყვარულის სითბო, ბედნიერება. ბედნიერებისგან გერდეს ყოველთვის თქვენი გული, ასე რომ მეგობრებო, უღრმესი მადლობა ყველას. ტკბილი ძილი და
მეგობრებო, უღრმესი მადლობა ყველას. ტკბილი ძილი და გელოდებით შემდეგ კომენტარებში. აბა ხვალამდე, მადლობა.